ისე რა საინტერესოა. მთელი პროდასავლური ოპოზიცია რუსი ინვესტორის წინააღმდეგ ხმას არიღებს და ჩვენ გვეძახიან პრორუს ძალას და ჩვენ გამოვდივართ და ვამბობთ, რომ არ შეიძლება ეგ მაგის ხელში იყოს, ეგ უნდა იყოს სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტია და სახელმწიფოს ხელშიო და ეგ ტიპები ენა რომ უცელში აქვს ჩაგდებული. ეგენი ჩვენ გვეძახიან პრორუსებს, მაგრამ ეგ ისე ლირიული გადახვევა რა და არის ეგეთი მოცემულობა რა, აი ამ ჭიათურელებს ხო ესენი მიიყვანენ მაგ მდგომარეობამდე. ნახევარი ხო დატოვეს, მე ნელ-ნელა შეამცირებენ და ეგ ხალხი რო ნახავს რომ გაუსაძლისია, ხო გაიქცევა მე უცხოეთში, ან სხვაგან წავა საქართველოს შიგნით, ან უცხოეთში წავა და მე ის ინვესტორი ჩამოიყვანს უცხოელ გასტარბაიტერებს, პაკისტანელებს და ინდოელებს, რომლებიც არ დააყენებენ საკითხს ისე რომ ეს რავი, ჩემი მამაპაპის მიწაა, ეს საერთო მთლიანი საქართველოს საგანძურია, რომელიც ამ მიწიდან ამოგაქვს და ცოტა პასუხისმგებლობით მიუდექით და ხალხსაც აქედან რაღაცა უნდა შეხვდესო. აი ის პაკისტანელები და ინდოელები არ მიუდგებიან ეგრე. ისინი იმ მიზერზე, საჭმელზე რო ეყოთ, იმუშავებენ და ინვესტორიც ბედნიერი იქნება და ის პაკისტანელებიც ერთადერთი ვინც ბედნიერი არ იქნება, იქნება ჭიათურის ყოფილი მოსახლეობა, რომელიც ჭიათურაში აღარ იცხოვრებს რა.